ყურადღება. თბილისი ითამაშებს. თქვენ წინახავთ თამაშობს დიმიტრი ნადირაძე. ჩვენ მოდმე ავტორი თბილისიდან იგი სტუდიაშია და მივესალმოთ მას. დაღამშვიდობისა ბატონ დიმიტრი. ბატონო გედი? ყურადღება შავი ყუთი. გადმოგცემენ რომ 1955 წელს ვანის ბაზარში გალაქტიონ ტაბიძეს რაღაცის ყიდვა სურდა. რაზეც ადგილობრივმა გლეხმა სარკასტულად უპასუხა. ტყუილად ეძებთ ბატონო. მას შემდეგ რაც ჩვენმა გალაქტიონმა უმღერა ჯერ არ ნახულ რევოლუციას, აქედან მოყოლებული სადღაო. ის რისი ყიდვაც სურდა გალაქტიოს ახლა დევს შავ ყუთში. ყურადღება შეკითხვა. ბატონო გიგა კვერინჩხელაძე. რა დევს შავ ყუთში? დრო? ლექსი გიგა ჭარხალს. უცებ მოყვება ჭარხალი ხარხარს კი ესეთი გიორგის მარი. აი სხვა ბაზარში შეიძლება მისი ყიდვა. ესე არა რევოლუციას და ლექსი არა ბაზარში არ იქნება დროშები. დროშა რაღაცა წითელი უნდა იყოს. მაგრამ ბაზარში დროშას რა უნდა? ამოდორი მაქვს ყი აი რაღაცა აი ეგრეც არ დაწუნდომანებულა დიდი გალაქტია. რა იცი ჭარხალი თუ წერდა მარცხნივ. ყველაფერზე შეიძლება თეორიულად ასე თუ წავა. ათამი რაღაცა ისება. ცოცხალი ასება არ იქნება ხო რა თქმა უნდა ამაში. რა ისი ყიდვა შეიძლება ბაზარში. არა აი მაშინაც გალაქტია. ღვინო არა ღვინო პროსტა უბრალოდ ვერ ჩაედება. ვანი არის რამე კონკრეტული პროდუქტი. აი რამე მოიპოვება ცნობილი. რამე თუ მოიპოვება სპეციალური პროდუქტი, რამე თუ იზრდება. ბაზარში შეიძლება მაგის ყიდვა რა. რა შეიძლება? ემალი თითელი ემალი. რაღაცა ატამით შეიძლება. არა ნუ ლექსთან მარტო ჭარხალი არა ატამით კი არა. დრო ამოიწურო ბატონო გედი. ლევან ჩხეიძე უპასუხა. ლევან ჩხეიძე ბატონ ლევან. მოულოდნელად ჩემთვის აღმომაჩნდა ვერსია ამ კითხვაზე. ვანში ხართ ნამყოფ. არასოდეს შემთხვევით მაქვს წაკითხული დიდი გალაქტიონის ლექსი, რომელიც ეძღვნება ჭარხალს. ეს არის ბატონ ლევან იყო სწორი ვერსია. ხო და იმედი მაქვს რომ ეს არის რასაც ახლა ვაჟღერებ და ჩემი მოგზალებული აზრით ეს არის ანუ შავ ყუთში დევ ჭარხალი. გალაქტიონ ჩავიდა ვანის ბაზარში ჭარხლის საფრთხილად, ხო? ნუ შეიძლება ეს გლეხი რომელიც ყიდდა იქ რაღაცას ბაზარში, კარგად იცნობდა მის შემოქმედებას. და გალაქტიონ უთხრა 2 კილო ჭარხალი ამიწონეო და გლეხმა უთხრა სადღაა ჭარხალი რევოლუციის მერე, ხო? დამეთანხმეთ რომ ჭარხლის ყიდვა ბაზარში შესაძლებელია და რაიმე უფრო ამაღლებული მაგრამ აღარ იყო უკვე. არ იქნებოდა. ხო, მაგრამ აღარ იყო. შეიძლება წელიწადის ისე დროს მივიდა, როცა არ არის ხოლმე ჭარხალი ბაზარში. რევოლუცია რა შუა შემაშინა. იმიტომ რომ წითელი არის ეს ჭარხალი და ეხმიანება საბჭოთა იდეოლოგიის ასე ვთქვათ კოლორს. ძალიან გთხოვთ აპლოდისმენტებით შევამკოთ ეს წინვალე პასუხი. ბატონო მიშა რეგვაძე. არ გიჯერებთ ბატონო მიშა. სწორ ვერსიებს ამბობთ. აი ოთარი რომ ჯდარი ხო საბაშვილი ახლა აუცილებლად გამოიცნობდა, იმიტომ რომ ოთარი ყოველთვის იცნობს. ღვინოსთან აკავშირებით. შეკითხვებს ამ თემაზე. და ჯამით დგა. გედევან ფოფხაძე კი ყურადღება სწორი პასუხი. ჩვენ თუ არ გავხსნა. გლეხის აზრით ბატონო მიშა ბრეგვაძე თქვენ აბსოლუტურად მართალი იყავით. ბოლშევიკების მიერ გატარებულმა რეფორმებმა გააქრო ეს ნატურალური და იყიდება მხოლოდ გაყალბებული და ფალსიფიცირებული. საუბარი იყო ნატურალურ ღვინოზე. ღვინო იდო შავ ყუთში. ბატონო გიგა კვერენჩხილაძე თქვენ პირველივე წამზე თქვით ღვინო არიდებაო და მიაწოდეთ ეს ჭიქა დაილოცოს გიგა კვერენჩხილაძე და შესვას თავისი დღევანდელი თამაშის სადღეგრძელო. დაუმარჯოს ქართულ ინტელექტს. იცოცხლეთ ბატონო გიგა იცოცხლეთ. ტელემაყურებელი დიმიტრი ნადირაძე კი რომელიც ახლა დარბაზში იმყოფება მიიღებს 500 ლარს VTB ბანკისგან. შეკითხვა ილოცოთ. გალაქტიონ ტაბიძეს და ნატურალურ ღვინოზე.